მოგესალმებით. Photoshop-ის ამ ვიდეოში გავაკეთოთ ერთგვარი მატოვი ეფექტი და რას ნიშნავს ეს მატოვი ეფექტი. დაახლოებით აქედან ეს არის, როდესაც ერთი ობიექტი კარგად ჩანს, ხოლო დანარჩენი დაბინდულია. ანუ პინჩი ჩანს და კონკრეტულად ის ნაწილიც მე მინდა ჩანს ძალიან კარგად სურათზე. ამისათვის რა თქმა უნდა დაგჭირდება სურათი. დავირჩიოთ რომელზეც ვატარებთ ასე თქვათ ექსპერიმენტს. გავააქტიუროთ შემდეგი ფანჯარა. ამის შემდეგ ვირჩევთ ობიექტს და თუ რას ვაკეთებთ. ანუ ჩვენ გვინდა კონკრეტულად ერთი წერტილი რომელიც გამოჩნდება ძალიან კარგად. მოვნიშნოთ ეს წერტილი. შეგვიძლია გამორთოთ, ანუ ეს მონაკვეთი იქნება გააქტიურებული, არ იქნება დაბინდული, ხოლო დანარჩენი იქნება პინჩი. მჭირდება ფილტრი lens brew. შედეგად ეს ნაწილი არის ჩანს ძალიან კარგად და ეს შედარებით ცუდად. ანუ მივიღე ესეთი ეფექტი. იმისათვის რომ დავაფიქსიროთ, ავირჩიოთ შემდეგი ბრძანება. ფერი დაფიქსირდა, ანუ აქ ძირითადი აზრი ის არის, რომ ეს მონაკვეთი, რომელიც მოვნიშნე, დარჩა უცვლელი, შემეძლო ყოფილიყო რაიმე ნივთი და ის ყოფილიყო ძალიან კარგ მდგომარეობაში, ხოლო თვითონ სურათმა შეიცვალა ფონი. ახლა შეგვიძლია უკეთ გამოვაჩინოთ და უშუალოდ სხვა რაღაცის, მაგალითად ავირჩიოთ მანქანის საბურავი და ის გამოვაჩინოთ კარგად, ხოლო დანარჩენი ნაწილი იყოს დაბინდული. ვირჩევ ამას, შორება გადავდივარ ამაზე. ვირჩევ ერთ წერტილს. იქნება მონიშნული. ამის შემდეგ დამჭირდება ფილტრი lens blur. ეს გამოიწვევს იმას, რომ კონკრეტულად ეს ნაწილი არის ძალიან კარგად, თვითონ მთლიანი სურათი არის დაბინდული. ხდება ამის შემდეგ უკვე მოახდინოთ მისი შენახვა. სეივის საშუალებით, რა თქმა უნდა. გადაწერა არ გვინდა. რაღაც შევუცვალოთ და ხო ნახოთ რა გავაკეთეთ. იყო ეს, არის ეს.